აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალ თავმჯდომარეს ნდობა გამოუცხადა, ხო, უმაღლესმა საბჭომ, შემდეგ იყო პრეზიდენტი და პრემიერი ჩასული, წარუდგინეს ადგილობრივ ხელისუფლებას. თქვენი შეფასება აი ამ პროცესის როგორი არის, რა ხდება? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის, მთელ საქართველოს ულოცავ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს, ძალიან დიდი დღესასწაული არის და მთელი გულით ყველას გილოცავ თქვენ პირადად და გისურვებთ წარმატებებს, რაც შეეხება ცვლილებებს, რომელიც განხორციელდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მე მინდა რომ თორნიკე რიჟვაძეს გადაუხადო მადლობა იმ საქმიანობისთვის, რომელიც მან 7 წლის განმავლობაში განახორციელა, აჭარას დაატყო თავისი ხელი, ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა, ეკონომიკურად რეგიონი ძალიან გაძლიერდა, თუმცა როგორც თვითონ განაცხადა და როგორც ჩვენი გუნდის ლიდერების მხრიდან აღინიშნა, მნიშვნელოვანი იყო გადახალისება ამ მიმართულებით, შესაბამისად ბატონი სულხან თამაზაშვილი არის მნიშვნელოვანი, რომ არჩეულია ამ თანამდებობაზე, ის წარადგინა პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრის თანაავტორობით და მე მინდა რომ მას წარმატებები უსურვო, ის არის გამორჩეული კადრი, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა სამართალდამცავ უწყებებში და მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი საქმიანობა მომდევნო წლების განმავლობაში უკვე მთავრობის თავმჯდომარის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე იქნება ძალიან ნაყოფიერი და ამ ტელევიზიიდან განსაკუთრებით მინდა რომ მას წარმატებები უსურვო, ნახე რომ მინისტრთა კაბინეტი არის უცვლელი, ის დაიწყებს და განახორციელებს ყველა იმ პროექტს, რომელსაც ჩათვლის საჭიროდ, რა თქმა უნდა, შესაბამის არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რომელიც რეგიონში ძალიან გამორჩეული ლიდერები გვყავს, ძალიან ბევრი.